აჰა, რაღაცას აშენებენ. ჩამოვედი ბათუმში. აბა ხა გადავიღოთ კარგი ფოტოები, კარგი ვიდეოლოგები. მე მგონი აი კუნძულს აკეთებენ. აბა დავაკვირდეთ. როგორ მიდის მშენებლობა? ეხა ყოველ დღე გადავიღებ რაღაც ვლოგს. ასეთი შენობა შენდება. გამწარებული მშენებლობა მიდის ბათუმში. ესე ჩამოვედი ივნისში, დღეს რამდენი? 21 ივნისია დღეს 2025 წლის. ისეთი კარგი გრილი ჰაერია, რა კარგი დროს ჩამოვედი რა. აქ ეხა აგვისტოში ამოხრუკვა. ჩემთვის პირადად ნამეტანი ზედმეტია რა და. ბოლოს ვიყავი 2014 წელს, 2014 წლის მერე აღარ ვყოფილვარ ბათუმში. და ეხა გაგიზიარებთ ჩემ შთაბეჭდილებებს, რას ვნახავ ახალს, ნუ რა თქმა უნდა ვიდეოებიდან ყველაფერს ვხედავდი და რამდენად ეფექტურია ბათუმი. აი აქედან მართლა ძალიან კარგი ხედი იშლება. ეს ახლა უცხოეთში მყოფ ემიგრანტებს დააინტერესებს განსაკუთრებით რა ხდება მათ მშობლიურ მხარეში. იქ ვიღაცა დაფრინავს პარაპლანით თუ ბუშტით თუ რა ქვია ეს რა კატერზე რო არის გამოგმული. იდეალური ამინდია რა, კაი კონდიციონერი სიგრილე უბერავს. ადრე ხელვაჩაურში ჩერდებოდა მატარებელი. ადრე ხელვაჩაურში ჩერდებოდა. ეხლა უკვე აქეთ რა, ბათუმთან შედარებით ახლოს. აუ ამ ადგილს რა ქვია, აღარ მახსოვს, მე ნახავ რუკაზე. ბათუმის შესასვლელია რა, მოკლედ რა. კუნძულის ადგილი. ეს დლამას ხედზე დავბანაკდი, ესე რომ ვთქვათ, შეხედეთ რა ხედებია უბრალოდ. შეხედეთ რა ხედებია. გამოვედი ბულვარში სასეირნოდ. ველოსიპედები დავსმოტრე.
და ნაყინის დავითრე ეხა ცხელა ჯერ ნახავ რა სიტუაციაა სავსეა ტურისტებით რა ეხა დავათვალიერებ ჯერ გარემოს სიტუაცია როგორია ხალდილაზე ჩამოვალ და ან ვიბანავებ და ან ველოსიპედით ვიკატავებ და ან ორივე ერთად რა ვიცი ნორმალურად არის ზღვა კაი სიტუაცია ტურისტებით უკვე სავსეა აქაურობა ხო და რა ვიცი აი რაც ცხელა თან ცოტა 5 საათი გადავიდა 5 საათი ხდება რაც ცხელა საკმარისია და თიდან უბერავს ცივი ქარი აი ცივი რასაც ქვია რაც ახლა წარმოიდგინეთ აგვისტოში ეს ცივი ქარის მაი გრილი ნიავის მაგივრად იქნება სიცხე ნუ 1-2 დღე შეიძლება კიდე ხა გამოვარდე იბანაო შევარდე კონდიციონერთან ისე თორე ეს სასეირნოდ რა ვიცი დილის 7 საათზე თუ გამოხვალ თორე საკმაოდ სიცხე იქნება აქ მე ვერ ვიტან სიცხეს და მაგიტო ვიძახი მე ზიზღება სიცხე რასაც ქვია ეხა ხვალწვიმაა თითქოს გამოცხადებული არ ვიცი ნახავ და ბოტანიკურ ბაღში უნდა წავიდე აუცილებლად ან ზეგან მაზეგ შევხედოთ ან ხვალ რა ვიცი ნახოთ უნდა გადავიღო ბოტანიკური ბაღი მთლიანად იმიტომ რომ შესასვლელში ვარ ნამყოფი ისი ძალიან დიდია და გაჩვენებთ რა სილამაზე გვაქვს აქ რა უბრალოდ ბათუმში და ბათუმის გარშემო რა პირდაპირ გაჩვენებთ რაც ხდება როგორ ხდება მშენებლობების ბუმია ბათუმში აი ესეთი რომელი არ გაივსება რომ სავსეა ტურისტებით ივნისია უკვე და ივნისში რა ამბავია და მე რა იქნება წარმოიდგინეთ ნახეთ რა სიმაღლეზეა ესეთი გასასვლელი მაგრამ მე გადმოვიდი აქეთ თორე ჩავტეხავ ამ პიცრებს შუა დღეზე ბანაობა მე არ მიყვარს უფრო დილას ან საღამოს ჯობია ნახოთ ხვალზე საინტერესოს რას გადავიღებ და ანჩენს მე შემოგთავაზებთ წელს მექნება რეგიონებში გასვლები და ბევრ საინტერესო ლოკაციას გადავიღებ კიდე ასევე აბა დროებით იმენა მაიამია რა თუ რამით გასხოვდებოდეს მაიამისგან რა ძალიან მაგარი გალამაზებულია ბათუმი ძალიან მაგარი ძალიან აი უბრალოდ შეხედეთ ხო თან კატაობ თან ვიღებ მეტი რა გავაკეთო ეხა უკინა შუქი მირტყავს მაგრამ ცუდი კადრია მაგრამ მაგარი გალამაზებულია აქ ვინც მოასწრო ბინების ყიდვა და აქირავებს პატარა კარგი შემოსავალი ექნება. ივნისის პერიოდი ძალიან მაგარია. ივნისის ბოლო არის იდეალური პერიოდი. აგვისტოში შუა დღეზე აქ ვერ გამოხვალ. ხა ჩემთვის ესეა გოგოებს ზოგს უყვართ ბიჭო სიცხეში რო წვევიან. შუა დღეზე რო აგვისტოში დაწვევი ზაგრის მისაღებად ნუ არ ვიცი. სააღოლ ზმაო. სააღოლ ნამდვილად რო ადამიან თუ მაგას გაკაჩა. მე მაგალითად თეთრი ვარ და ეგრევე ვიწვევი რა. თელი სანაპირო ზოლეს ბოლომდე ჩავედი წეღან. ეხა თავში უნდა ავიდე რა მაინტერესებს. ფეხით სადვია რო ამდენი კაცო. გამივა ღვითქვი. უკინა მიმერდა მეჯახოს. მობრძანდით გეთაყვა. რატო არ იქნება სავსე ტურისტები? ჩათვა აი რა ვიცი რითი განსხვავდება ხა
უბრალოდ ეხა იქ ოკეანია, ხა მაიამისგან რა რითი განსხვავდება? პალმები არის, ესეთი შენობები არის, აუზები, რესტორნები, ყველაფერი სავსეა. ნუ რა თქმა უნდა მომსახურებებით. მე რაც ვიცი, მაიამიში არის ისეთი დონის მომსახურება დაახლოებითო, მე ესე მითხრეს, დანარჩენ მსოფლიოს 100 წლით უსწრებს წინო რა. მომსახურება არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ტურიზმში, უმთავრესი. ხელი მიკანკალებს უკვე ვეღარ ვიღებ. აი, ნახეთ რა სილამაზეა ხალხო. დღეს რაღაცა დღეობა აქვს თუ ფესტივალი, აი ამ ფესტივალი თუ რაღაც აქვს ამ გასაბერი ან საჰაერო ფრანი თუ რა ქვია მას. აი მას ფრანი ქვია და ესე მსგავსი რა ცხოველების ფორმებით უკვე შეხედეთ რა ლამაზია. დეტალებში დავაკვირდეთ. ძალიან არის გალამაზებული ბათუმი, აი ძალიან. ისე რომ შოკში ვარ მართლა. ქართულად ლაპარაკი დაგავიწყდება ოღონ, რუსები არის. აი კიდე აუშვეს აი ლამაზია. აი კაი საბანაო ადგილია. აბა ხა აქეთ კადრები დავაფიქსიროთ. ეს ვისი გემია? კაპიტან ჯეკ ბეღურას გემი. გადაობა. აქ აგვისტოში რა იქნება ბიჭო? დაადუღებს აქაულობას. არა ხა კაი გრილი მიავია.